გამარჯობა, დღეს 23 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1986 წლის 23 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი სკაილერ გრეი. 1685 წლის 23 თებერვალს დაიბადა ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი. 1996 წლის 23 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი დიანჯელო ის თამაშობს NBA-ის გუნდ ლოს-ანჯელეს ლეიკერსში. 1954 წლის 23 თებერვალს დაიბადა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო. 1965 წლის 23 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი კრისტინ დეივისი. 1997 წლის 23 თებერვალს დაიბადა კანადელი კალათბურთელი ჯამალ მურეი. ის გახდა NBA-ის გამარჯვებული 2023 წელს დენვერ ნაგეტსთან ერთად. 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო. მას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა მადრიდის რეალში, სადაც თამაშობდა 2013 წლიდან 2022 წლამდე. მან რეალთან ერთად მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ UEFA-ს სუპერთასი და ასე შემდეგ. 2022 წლის შემდეგ კაზემირო მანჩესტერში აგრძელებს თავის კარიერას. 1995 წლის 23 თებერვალს დაიბადა კანადელი კალათბურთელი ენდრიუ უიგინსი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ მაიამი ჰიტსში. 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა ქართველი ჯოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის არის ATP ტურნირის 5-გზის გამარჯვებული. ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო პერიოდში იყო მსოფლიოს მე-16 ჩოგანი 2019 წელს. 1873 წლის 23 თებერვალს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი არაყიშვილი. ის არის ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. და კომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.